გაერთიანებულმა არაბეთის ემირატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის ბლოკადა გაარღვიეს და ოპეკიდან გასვლის შემდეგ საკუთარ რეგიონულ სტრატეგიას აყალიბებენ. ალბათ ეს არის ამ კვირის ყველაზე დაუფასებელი ამბავი. სანამ ყველა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას უყურებდა, გაერთიანებულმა არაბეთის ემირატებმა ჩუმად გააკეთეს ის, რაც მთლიანად ცვლის ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკულ გეოპოლიტიკას. მათ განაცხადეს, რომ ჩვენ ვაშენებთ მეორე ნავთობსადენს ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით, რაც ნავთობის მიწოდებას ორჯერ გაზრდის. და ეს მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ ემირატები ოპეკიდან ნახევარსაუკუნოვანი წევრობის შემდეგ გამოვიდნენ. და ეხლა ეს ახალი ნავთობსადენი ფაქტობრივად საშუალებას აძლევს მათ ბევრად მეტი ნავთობი მოიპოვონ და გაკიდონ, ვიდრე ოპეკის კვოტების ფარგლებში ჰქონდათ ნებადართული. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, ემირატებმა ირანზე თავდასხმებიც კი განახორციელეს. პირდაპირი თავდასხმები მაშინ, როცა ტრამპი მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიკეთ ეს გამოშვება, დააწერეთ ნებისმიერი კომენტარი და ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაკუთვნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოდით დავითვოთ ნავთობსადენით, რადგან ტექნიკურად ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საბოლოოდ შეცვლის რეგიონს. აბუ-დაბის კრონპრინცი შეიხი ხალედ ბინ მუჰამედი დღეს ოფიციალურად დაავალა ახალი West East Pipeline-ის მშენებლობის დაჩქარება. ეს არის ახალი მილსადენი ჰაფშანის ნავთობის საბადოებიდან ფუჯეირას პორტამდე, რომელიც მდებარეობს ომანის ყურის სანაპიროზე. მშენებლობის დასრულების ვადა რეკორდულად მოკლეა, 2027 წლის დასაცრისამდე. მიზანია ფუჯეირას გავლით საექსპორტო სიმძლავრეების გაორმაგება. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ გაერთიანებული არაბეთს ემირატებს შეეძლებათ ნავთობის გატანა ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით, ყურადღება, დღეში 3.6 მილიონ ბარელამდე. და ეს რიცხვი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ ომამდე, ანუ როცა ყველაფერი მშვიდად იყო, ემირატები მოიპოვებდნენ ოდნავ ნაკლებს, ვიდრე 3.4 მილიონ ბარელს დღეში. ეს იყო ქვეყნის მთლიანი მოპოვების მოცულობა. ეხლა მეტი იქნება. ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ წარმოება განახეორდა. ირანმა ემირატები აიძულა შეემცირებინათ მოპოვება, რადგან გასატანი არსად იყო. ეხლა ემირატებს ახალი მარშრუტი ექნებათ, რომელიც საერთოდ არ იქნება ომზე დამოკიდებული. და როცა ემირატები ოპეკიდან გავიდნენ, მათ საერთოდ აღარ აქვთ კვოტები. ემირატების ოფიციალური კომენტარი ოპეკიდან გასვლასთან დაკავშირებით ასე ჟღერს. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიული და ეკონომიკური ნაბიჯი და ქვეყნის ენერგეტიკული პროფილის ცვლილება. გაერთიანებული არაბთა საამიროების ოპეკიდან გასვლა. ფაქტი ანგრევს ახლო აღმოსავლეთის მწარმოებლების ისტორიულ მონოპოლიას, რომელიც ოპეკის დაარსების დღიდან 1960 წლიდან არსებობდა. ეხლა ირანი და მისი პასუხი. რადგან თეირანი თითქოს ხელდაკრეფილი არ იჯდა. ირანი ხდება, რომ ემირატები აშკარად ცდილობენ ბლოკადის გვერდის ავას. ამიტომაც გახდა ცნობილი, რომ სწორედ ის ფუჯეირას პორტი რამდენჯერმე დაექვემდებარა თავდასხმას, რამაც აპრილში ნავთობის ჩატვირთვების დროებითი შეჩერება გამოიწვია. მანამდე მარტში ირანულმა დრონმა ასევე დაარტყა ნავთობის ობიექტს ფუჯეირაში. ანუ ირანი აცნობიერებს, რას აშენებენ გაერთიანებული არაბთა საამიროები და ცდილობს პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ჩაშალოს. მაგრამ ემირატებმა მხოლოდ უშენებლობით არ უპასუხეს. გაერთიანებულმა არაბთა საამიროებმა ფარულად მიიტანეს სამხედრო დათმები ირანზე. აპრილის დასაწყისში ირანის ლავანის კუნძულზე სპარსეთის ყურეში ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა. როგორც გაირკვა, ეს ემირატების საქმე იყო. ოფიციალურად ემირატებმა ეს არც აღიარეს და არც უარყვეს. ქვეყანა, რომელიც ერთდროულად აშენებს ნავთობსადენს ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით, გამოვიდა ოპეკიდან და ფარულად ურტყამს ირანის ინფრასტრუქტურას. მაგრამ ბოდიში ეს უკვე ნეიტრალური მოთამაშე აღარ არის. ეს არის ქვეყანა, რომელმაც აირჩია მხარე. და ეს მხარე აშკარად ირანი არ არის. და აქ ემირატებმა დაიწყეს მაქსიმალურად დამოუკიდებლად მოქმედება. საქმე იმაშია, რომ აშშ-ის ენერგეტიკული სტრატეგია ეფუძნებოდა იმას, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაგეტვა ზეწოლას ახდენს ყველაზე, მათ შორის ჩინეთზე. და ეს ზეწოლა საბოლოოდ უნდა აიჯულოს თეირანი წავიდეს მოლაპარაკებებზე. მაგრამ თუ გაერთიანებული არაბთა საამიროები აშენებენ შემოვლას, ხოლო საუდის არაბეთი ამას გარდა უკვე დიდი ხანია იყენებს თავის East-West Pipelines ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით, მაშინ ენერგეტიკაზე ზეწოლის ბერკეტი ნაწილობრივ ქრება, ან როგორც ვიტყოდი, სუსტდება. მეორე მხრივ, ირანისთვისაც ეს პრობლემაა, რადგან მათი მთავარი კოზირი, ანუ ჰორმუზის ბლოკადა, ნელ-ნელა კარგავს თავის ძალას. აქ სცენაზე სწორედ ემირატები გამოდიან.
ემირატების კრონპრინცმა დღეს შემდეგი განაცხადა, ციტატა: ემირატები კარგად პოზიციონირებენ როგორც პასუხისმგებელი და სანდო მსოფლიო ენერგიის მწარმოებელი, რომელსაც ოპერაციული მოქნილობა აქვს, რომ პასუხისმგებლობით გაზარდოს მოპოვება ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც ექსპორტის შეზღუდვები ამის საშუალებას მისცემს. თუ ჩვეულებრივ ენაზე თარგმნით, ჩვენ მზად ვართ მეტი ამოვიღოთ და მომავალშიც მეც ამოვიღებთ. იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვიქნებით ჰორმუზის სრუტისგან, დამოუკიდებლები ვიქნებით ოპეკისგან და ირანზე ყურადღებას აღარ მივაქცევთ. ეხლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი სხვათა შორის უკრაინისა და ევროპისათვის? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ასახავს ენერგეტიკული ძალაუფლების უფრო ფართო გადანაწილებას მსოფლიოში აშშ-ის სასარგებლოდ. მას შემდეგ, რაც 2013 წელს შეჩერდა გაზსადენები ჩრდილოეთის ნაკადი და ამის შედეგად ევროპა რუსული გაზიდან ამერიკულზე გადავიდა, ანალოგიური ტენდენცია ყალიბდება ნავთობის სექტორშიც. თავდაპირველად ევროპა გადავიდა ამერიკულ და ახლო აღმოსავლეთის გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე. ახლა კი მსოფლიო ნელ-ნელა გადადის სპარსეთის ყურიდან ნავთობზე, რომელსაც ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გვერდის ავლა შეუძლია. და რაც თავარია ამ ყველაფერში ისაა, რომ რუსეთი კარგავს ენერგეტიკულ ბერკეტებს ევროპაში, ყველგან. ამ ისტორიაში ის საერთოდ ვერსად გამოდის გამარჯვებული. მოკლევადიან პერსპექტივაში სამწუხაროდ რუსეთმა შეძლო ამ ომზე ფულის შოვნა, რადგან ნავთობის ფასები გაიზარდა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის აშკარად აგებს. მაგრამ არსებობს პრინციპული შეზღუდვა და სამართლიანობა მოითხოვს, რომ ეს მაინც აღვნიშნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობსადენების ალტერნატიული მარშრუტები შეიძლება შეამციროს რისკები, ისინი ვერ შეძლებენ სრულად ჩაანაცვლონ ის უზარმაზარი ყოველდღიური ნავთობის მოცულობა, რომელიც ჩვეულებრივ გადიოდა ჰორმუზის სრუტეში. დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტი ყოველდღიურად გადიოდა ამ სრუტეში. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ალტერნატიული მარშრუტების ამჟამინდელ შესაძლებლობებს. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.